სოფელი მარაბდა. სოფელი მარაბდა მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი ქალაქ მარნეულთან ახლოს. დღესდღეობით არსებობს ძველი და ახალი მარაბდა. ახალი მარაბდა დააარსეს ძველი მარაბდიდან გადმოსულმა მოახალშენეებმა დაახლოებით მე-20 საუკუნის 40-იან წლებში. თუმცა ეს სოფელი ისტორიულ წყაროებში ძირითადად გვხვდება მე-11 საუკუნის დასაწყისიდან. მაგრამ ამ სოფელმა ძირითადად სახელი გაითქვა 1625 წელს მომხდარი ბრძოლის შემდეგ, რომელიც გაიმართა მარაბდის ველზე ქართველთა და სპარსელ ლაშქარს შორის და დასრულდა ქართველების გამარჯვებით. სოფელ ძველი მარაბდის განაპირას დგას წმინდა მარინეს ეკლესია და გადმოცემის თანახმად სწორედ ამ ეკლესიის მახლობლად არის დაკრძალული ამ ბრძოლის მთავარი გმირი ცხრაძმა ხერხეულიძე. ასევე ვიცით ისიც, რომ მე-19 საუკუნის გმირი არსენ აუძელაშვილი სწორედ მარაბდელი იყო. ზოგადად რაც შეეხება ამ სოფლის წარმოშობას, დაახლოებით 1527-1528 წლებში მეფე ლუარსა პირველის განჩინებით ძმები იოთამ და ორბელ ბარათაშვილები გაყრილან და მარაბდა იოთამს დარჩენია, ხოლო შემდეგ გიორგი და ფარიშად ბარათაშვილები საკუთრებელ ყოფილა და ამ მხრიდან მოყოლებული მარაბდა თითქმის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო ბარათაშვილების სამფლობელო. ასევე ვიცით ისიც, რომ 1625 წელს მომხდარი ბრძოლის შემდეგ ის თითქმის განადგურდა, თუმცა მე-17 საუკუნის ბოლოს და მე-18 საუკუნის დასაწყისში იწყება უკვე მისი ხელახალი აღორძინება. რაც შეეხება დღევანდელს, დღესდღეობით მარაბდის მოსახლეობის 96.5% არის ქართველი, ხოლო დანარჩენი 3.5% არის აზერბაიჯანელი. ასევე ამ სოფლის მოსახლეობა ძირითადად ეწევა სოფლის მეურნეობას, ზოგიერთ მათგანს აქვს პატარა ფერმები, უბრალოდ არის საჯარო მოხელე და ასე შემდეგ. სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში დაახლოებით არის 100-მდე მოსწავლე და აქედან უმეტესი არის აზერბაიჯანელი, ქალაქ მარნეულის მაცხოვრებელი.